სიკეთის სინდრომი ამ სახელწოდებით მარნეულში აქცია გაიმართა. აქცია განათლების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა, რომელიც ქართული ენა მომავალი წარმატებისათვის პროექტის ფარგლებში ხორციელდება. აქციაში მონაწილეობა მარნეულის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს. ეს დღე საქართველოში უკვე მეორე წელია, რაც აღინიშნება. იქ მისულმა ბავშვებმა სხვადასხვა ნომრები შეასრულეს და თავიანთი სურვილები ნატრისხესთან ჩაიფიქრეს. რამდენიმე წელია ეს აქცია უკრაინაში ტარდება. საქართველოში ეს მეორედ გაიმართა, მარნეულში კი პირველად. აქციას სიკეთის სინდრომი ჰქვია, რომელიც ერთდროულად საქართველოს 5 ქალაქში მარნეულში, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში და სამტრედიაში ტარდება. რა თქმა უნდა, სიკეთის სინდრომი ბევრ ამას ნიშნავს, როცა ადამიანი სიკეთეს აკეთებს, ეს ძალიან კარგია. ვისურვებ, რომ ეს დღესასწაული დიდი ხნის განმავლობაში აღინიშნოს. საქართველოს და მსოფლიოს ვუსურვებ პირველ რიგში სიკეთეს, მშვიდობას და ყოველივე კარგს. იმედი მაქვს, რომ ჩემი სურვილები ახდება. ასეთი აქციის ჩატარება ძალიან კარგია, სიკეთე უნდა ვაკეთოთ ყველამ. მიხარია, რომ საქართველოში და განსაკუთრებით მარნეულში ტარდება ასეთი აქციები. აქ ყველა ნომერი მომეწონა, რაც შეასრულეს ძალიან ლამაზი და კარგია ყველაფერი, მინდა ასეთი აქციები მარნეულში ხშირად ჩატარდეს. 2012 წლის სოციალური პროგრამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 245,000 ლარია გამოყოფილი, რომელიც 7 პროგრამაზე ნაწილდება. ამ პროგრამამ მოქმედება უკვე დაიწყო. იანვრის თვეში რამდენიმე სოციალურად დაუცველ ოჯახს დახმარება უკვე გაეწია. ტოლვილთა და იზოლებით გადაადგილებული პირთა საქმიანობის სამსახურმა პროექტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მოგვაწოდა. გაუდგოს ჩვენ განაწილებული თანხები ამ 7 პროგრამაზე. პირველი პროგრამა ეს არის სოციალურად დაუცველებს მედიკამენტებით მკურნალობის დახმარების პროგრამა, რომელშიც ჩადებული გვაქვს 60,000 ლარი. მეორე პროგრამა არის ოპერაციებზე. ეს პროგრამა მოიცავს 90,000 ლარს. გვაქვს უფასო სასადილოს პროგრამა უღწევ ოჯახებისათვის, აქ გვაქვს 45,000 ლარი. არის ომში დაღუპული ოჯახების დახმარების პროგრამა, რომელიც მოიცავს 5,000 ლარს. ვაკეთებთ კიდე შეღავათებზე, კომუნალურ გადასახადებზე, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, უმწეო ოჯახებზე. ეს პროგრამა მოიცავს 5,680 ლარს. სოციალურად დაუცველ ოჯახებისთვის განსაკუთრებით დევნილებზე გვაქვს ჩვენ გამოყოფილი ყოველ თითოეულ ახალ შობილზე 400 ლარის საჩუქარი. სოფელ თამარიში წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში მეუფე იოან მირქმის დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო წირვალოცვა აღავლინა. სწორედ მაშინ, როდესაც ღვთისმშობელი და მისი ყრმა ტაძარში იმყოფებოდნენ, მათთან მივიდა წმინდა მოხუცის ვიმონი. ყრმა გულზე მიირქვა და სიხარულით შეღაღა დაუფალთ. აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისა მებრშენისა მშვიდობით, რამე თუ იხილა თვალთა ჩემთა მაცხოვრება იშენი, ნათელ გამობრწყინებად წარმართა ზედა, დიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ეს არის დღე, როდესაც ნათელი ქრისტესი განცხადებული შემოვიდა მორწმუნეერსა და საზოგადოებაში. მირქმას მე-6 საუკუნემდე საზეიმოდ არ აღნიშნავდნენ, თუმცა როდესაც კეთილმსახურ ქრისტიანს ეუწყა, რომ ამ დღესასწაულზე უნდა ეზეიმათ 554 წლიდან ყოველი წლის 15 თებერვალს მირქმა უფლისა ღვთისა საზეიმოდ აღინიშნება. ეს არის განსაკუთრებული დღე, როდესაც ახალშობილი ჩვილი ესე 40 დღის მიიყვანეს ტაძარში და მას შეხვდა ძველი აღთქმის ეკლესიის მართალი სიმეონი, რომელსაც სულწმინდით ეუწყა, რომ ამ დღეს მოვიდოდა ტაძარში უფალი. უნდა შეხვედროდა მას და მას ჰქონდა ისე ოცემული ხება, რომ სიკვდილს არ იხილავდა, სანამ არ იხილავდა უფალს. მოსურს ცოცხლად, ხორციელად ქვეყანაზე. და როდესაც მან კლავზე აიყვანა ჩვილი იესო, გაიხარა და თქვა, რომ ეხლა ეს ახსულდაო სათქმა, აც განუტევე მონაშენი მეუფეო სიტყვისებშენი მშვიდობით თქვა. ეს არის დღე, როდესაც ნათელი ქრისტესი შემოვიდა ქვეყანაზე განცხადებულად ტაძარში, ეკლესიაში, მორწმუნე ერის და საზოგადოებაში და აღიარებული იყოს მიღებულ ერის მიერ, მართალთა მიერ და განცხადებულ, რომ ნამდვილად უფალი მოვიდა ქვეყანაზე. ამასთან დაკავშირებით იმ ცესხსანთებად გასწო ოჯახები მოდიან თავის ოჯახის ნათელი მოაქვს, რომ ნათელი ქრისტესი მათთან იყოს. მერთვა და გულს.
ამ დღესასწაულის პარალელურად სოფელ თამარში სვანი მოსახლეობა უძველესი დროიდან ლამპრობის დღესასწაულსაც აღნიშნავს. მათი ტრადიციის თანახმად ოჯახის უფროს მამაკაცს საკუთარი ოჯახიდან ცეცხლი გამოაქვს და ეკლესიის ეზოში საზეიმო კოცონს ანთებენ. ამის შემდეგ კი ანთებული ცეცხლი ყველა საფლავზე გადააქვთ. გადმოცემის თანახმად საფლავზე ცეცხლი მიცვალებულების სულების გასანათებლადაა ანთებული. გარდა ამისა, წირვის დასრულების შემდეგ ისინი ეკლესიის კართან ლოცულობენ და შესაწირსაც აგროვებენ. იქ მისულ სტუმრებს კი საზეიმო სების კვერით უმასპინძლდებიან. იქ მცხოვრები მოსახლეობა მირქმას ტაძარში ლოცვით ეგებება. ყველა რიტუალის შესრულების შემდეგ სტუმრებს საზეიმო სუფრაზე ეპატიჟებიან. ძველიდანვე მოგვიდგამს ეს დღესასწაული ჩვენ ძალიან გვწამს, რა ვიცი. მე რაც მახსოვს ყოველ წელს ტარდება ეს ჩვენთან. ძალიან ძვირფასი დღესასწაული. ლოცულობთ აგერსალოცავად მოგვაქვს ყველაფერი და ლოცავთ ეკლესიაში. ეს არის სუფთა მართლმადიდებლური ქრისტიანული ტრადიცია არის მირქმის ტრადიცია არის ესა მირქმის დღესასწაულია ტრადიციულად ყოველთვის აღინიშნებოდა ოდითგანვე ეს უძველეს დროიდან მოდის ეს ტრადიცია რომ ეს ნიშნავს ეს ნათელი მოვიდა ბნელი წავიდა აი ამის აღნიშნულია როცა იესო დაიბადა და სვიმონმა მიირქვა იესო აი იმის აღნიშნული ტრადიცია არის ეს ანუ დღეს არის სუფთად მირქმის დღესასწაული და გილოცავთ ყველას აი ამ ტრადიციულ დღესასწაულს სადღესასწაულო სუფრა წირვის დასრულების შემდეგ მეუფე იოანემ აკურთხა. რამე თუ შენი არ სუფევა, ძალი და დიდება, მამისა და ძისა და წმინდისა სულისა, აც და მარადის დაუკუნითი, უკუნისამდე. სვანი მოსახლეობა ამ ტრადიციას ყოველწლიურად აღნიშნავს. პატარა ალინამ და ლამიამ უკვე საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია. ბევრი შრომის შემდეგ ისინი პროექტ ნიჭიერის კასტინგზე რთული აკრობატული ილეთებით წარსდგნენ და მეორე ტურშიც გადავიდნენ. წარმატებას მათთან ერთად მათი მშობლებიც იზიარებენ. Я очень рада, что моя дочка прошла этот период. მე გამიხარდა, რომ ჩემმა შვილმა მეორე ტური გადალახა. ეს ტრენერების დამსახურებაა, თუმცა ალინაც ძალიან მონდომებული და ორგანიზებული ბავშვია. იმედი მაქვს ასეთი ტემპით გააგრძელებს მუშაობას. Наши ребята прошли кастинг. ჩვენმა ბავშვებმა გაიარეს კასტინგი ჯერ 10 ივლისს, ხოლო შემდეგ 5 თებერვალს. პირველი ტური გადავლახეთ, ძალიან ბევრი მონაწილე იყო. ყველანი ნიჭიერი ბავშვები იყვნენ. სულ 35 ნომერი იყო წარმოდგენილი. ძალიან სასიამოვნოა, რომ აქედან 7 საუკეთესო შეირჩა. ორი კონკურსანტი ჩვენია, მიხარია, რომ ეს ტრადიციად იქცა. ეს ტური წარმატებით გავიარე და იმედი მაქვს ნახევარფინალშიდაც გავალ. ნახევარფინალზე უფრო რთულ ნომერს წარმოვადგენ. იმედი მაქვს გავიმარჯვებ. ძალიან რთული კასტინგი იყო, ძლიერი მოწინააღმდეგეები მყავდა, მაგრამ საინტერესო იყო ჩემთვის. მეორე ტურში წარმოვადგინე ხელის ეკვილიბრი და ძალიან ვეცდები ნახევარფინალშიდაც გავიდე. პატარა აკრობატები ასეთი ტიპის პროექტში პირველად მონაწილეობენ, თუმცა მარტში მთელი საქართველოს წინაშე წარსადგენად ემზადებიან.